საღამომშვიდობისა მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მშვიდ საღამოს გისურვებთ ყველას. დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო მეტაფორული მაბარათებით. ვინც არ იცით, გეტყვით, რას ნიშნავს მაბარათი, მეტაფორულ ასოციაციური ბარათი, ანუ ვრცლად ასე ქვია, რაც არის დამხმარე ინსტრუმენტი ფსიქოლოგებისთვის, კოუჩებისთვის და აი ესეთ გაშლებზეც ძალიან კარგად ვიყენებ ხოლმე. მე მაგალითად ტაროს, სანამ ტაროს გაშლას დავიწყებ, მანამდე ძალიან კარგად მადგება და თქვენს ვფიქრობ, რომ გეხმარებათ თქვენი ემოციების ამოცნობაში ძალიან ხშირად. მოდი ახლა დავიწყოთ მინიშნებების ბარათებით. ამოვიგებ რამოდენიმე ბარათს და თქვენ ამოიკითხეთ თქვენს საკითხთან დაკავშირებით რა მინიშნებას გაძლევთ ეს ბარათები. ან ბარათი არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაცამ შეიძლება სამივე ბარათზე ნახოს თავისთვის საჭირო მინიშნება, ვიღაცამ ერთზე ან ორზე. არ აქვს მნიშვნელობა. გავააქტიურე მინიშნებების ბარათები და დავიწყოთ. რა მინიშნებას მისცემთ ადამიანებს, რომლებიც გვიყურებენ ახლა. ჩაიფიქრეთ თქვენი საკითხი, მეგობრებო, და დავიწყოთ. ეს მეორე. ეს მესამე. კი ბატონო, გადავაბრუნებ ახლა და ვნახოთ. საინტერესოა. კარგად დააკვირდით, მეგობრებო, პირველ ბარათს და რას ხედავთ მასზე, რა ემოცია აგიძვრათ ამ ბარათმა და რა მინიშნებას გაძლევთ. აბა, კარგად დააკვირდით. შეგიძლიათ დააპაუზოთ და უყუროთ ბარათს. კარგად დაფიქრდეთ, რა მინიშნება შეიძლება მოგცეთ. აი ესეთია. დავდებ ამას ახლა. ამოვატრიალოთ მეორე. აი ეს საინტერესოა. ეს ბარათი რა მინიშნებას გაძლევთ თქვენი აზრით? დააკვირდით კარგად. აი თქვენ რაც ჩაიფიქრეთ მაგ საკითხთან დაკავშირებით, რა მინიშნებას გაძლევთ აი ეს ბარათი. და მესამე. საინტერესოა. ეს ბარათი რა მინიშნებას გაძლევთ, მეგობრებო, დააკვირდით კარგად. არ არის აუცილებელი, რომ უცებ დაგებადოთ რაიმე აზრი. შეგიძლიათ დააკვირდეთ, გაიაზრეთ კარგად ეს ბარათი და შემდეგ ნელ-ნელა წამოვა მინიშნებები. ზოგჯერ ზოგისთვის ძალიან სწრაფად შეხედავენ თუ არა, აი მაშინვე მოდის მათთვის მინიშნება. რა ვიცი, ვისთან როგორ. დააკვირდით კარგად. კი ბატონო, დამიწერეთ შემდეგ მეგობრებო კომენტარებში, ვის მოგცეთ მინიშნება ამ ბარათებმა, ვის რამდენმა ბარათმა მოგცეთ მინიშნება და რამდენად გამოგადგათ ეს მინიშნებები, რასაც ამ ვიდეოებში განვიხილავთ ხოლმე. კარგი. გადავდებ მაბარათებს გვერდით. და მოდი დავიწყოთ გაშლა ტაროზე. ბევრი ვიფიქრე ისე, რა საკითხზე უნდა გამეშალა. შეგიძლიათ შემახსენოთ ხოლმე კომენტარებში, რასთან დაკავშირებით გნებავთ, რომ გავაკეთო გაშლა და გავაკეთებ აუცილებლად. ამ წუთას მოვიფიქრე, რომ გავშალო თქვენზე და თქვენს პარტნიორზე, ოღონდ
რა ენერგიებში ხართ თქვენ და რა ენერგიებში არის თქვენი პარტნიორი. მოდი ვნახოთ. აი ახლა. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა ენერგიებში ხართ და რა ენერგიებში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. რა ენერგიებში ხართ თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ? ეს თქვენ და ეხლა თქვენი პარტნიორი. რა ენერგიებში არის თქვენი პარტნიორი, ვინც ჩაიფიქრეთ? დავიწყოთ მაშინ. ძალიან მომწონს მეგობრებო თქვენი სიტუაცია. ვიტყოდი რომ ძალიან მაღალ ენერგიებში ხართ, მაინც თქვენ ცხოვრებაში რაღაცა დაასრულეთ. ოღონდ დაასრულეთ როგორ იცით, აი ესე ზედაპირულად კი არა, აი შინაგანად თითქოს გაუშვით რაღაცა თქვენიდან. თუნდაც რაზეც იყავით მიჯაჭვულები ემოციურად, ან როგორც არ აქვს მნიშვნელობა, აი ეს მიჯაჭვულება დაასრულეთ. რაღაცა რაც მეორდებოდა თქვენს ცხოვრებაში ძალიან ხშირად და სულ ამბობდით, რომ სულ ერთი და იგივე რატომ ემართება ცხოვრებაში, რა დავაშავე და რაღაცა ესეთ სიტუაციებში ყავით, თქვენ იმ ხელა ტრანსფორმაცია განიცადეთ, რომ აი ეს სიტუაციები აღარ მეორდება თქვენს ცხოვრებაში. ასევე შეიძლება იყოს ის, რომ მზად ხართ რაიმე ახალი გამოცდილებები შეიძინოთ, რაიმე ახალი აღმოაჩინოთ. შეიძლება დიდად დარწმუნებული არ ხართ იმაში, რა გზაც აირჩიეთ, რამდენად სწორია თქვენთვის ეს გზა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ახალი გამოცდილებები გჭირდებათ ძალიან და აუცილებელიც არის თქვენთვის. აი იმ დონეზე თითქოს მობეზრებული გქონდათ ეს რუტინულად ერთი და იგივე რაც ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში, აი ახლა რომ დაასრულეთ, გაუშვით, გაანულეთ ყველაფერი, ეს ძველი ყველაფერი მობეზრებული თქვენს ცხოვრებაში რაც იყო, აირჩიეთ რაღაც ახალი გზა, არ იცით სად მიგიყვანთ ეს გზა, მაგრამ მაინც მიდიხართ, იმიტომ რომ გჭირდებათ რაღაც ახალი გამოცდილებები. ასევე შეიძლება ითქვას რა მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ცუდის მოლოდინი გაქვთ, ასევე გჯერათ, რომ რაღაცნაირად შინაგანად გჯერათ, რომ აი ამის შემდეგ რაც თქვენ ცხოვრებიდან გააქრათ, აი ამის შემდეგ ცუდი თითქოს ისეთი ცუდი არაფერი აღარ მოხდება და ყველაფერი კარგად იქნება. აი ამას რაღაცნაირად შინაგანად გრძნობთ. ხო, კიდევ რა შეიძლება ითქვას? ასევე ვიტყოდი იმას, რომ ძალიან თუ იყავით აქამდე ესეთ დეპრესიულ ხასიათზე, ძალიან სევდიანი, მოწყენილი ვიღაცებს ამის გამო უძილებები ქონდათ, საშინელი ფიქრები გაწუხებდა და ეს ყველაფერი თქვენი გონებიდან, თქვენი ემოციური ფონიდან, აი ეს ყველაფერი არის გამქრალი და თითქოს თავს გრძნობთ ძალიან ლაღად, აი პეპელასავით. და ძალიან მომწონს რაღაცა კარგი ენერგიები მოდის თქვენთან, აი თან ეს ზაფხულის მზიანი დღეების თითქოს ახაცნაირად გახალისებთ და განწყობა გაქვთ არაჩვეულებრივი. აი თითქოს აქამდე თუ იყავით პირიქით, რომ ყველაფერი გულთან ახლოს მიგქონდათ, აი ეს ყველაფერი გაქრა რაღაცნაირად, შეიძლება იმდენი იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ გააქრეთ თქვენი
შინაგანიდან თქვენი მეხსიერებიდან არ მინდა ამის მეხსიერებიდან კი არ გააქრეთ თქვენ როგორც ესე ემოციურად რომ განიცდიდით ხოლმე რაღაცებს, რაღაც საკითხებს დაუშვათ ადრე წარსულში, აი ეხლა შეიძლება იმ საკითხებს უყურებთ ან იმ ადამიანებს ძალიან ნეიტრალურად, აი თითქოს თქვენთვის არანაირ ემოციას აღარ იწვევს და მით უმეტეს მტანჯველს. და ძალიან კარგია. კარგ ენერგიებში ხართ ნამდვილად. მოდი ახლა ვნახოთ თქვენი პარტნიორი რა ენერგიებშია. ამასთან ნამდვილად ვერ ვიტყოდი იგივეს. თქვენი პარტნიორი პირველ რიგში იცოდეთ? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ემოციური ფონი აქვს საკმაოდ მოზღვავებული. აი, როგორ სიტუაციაშია, იცით, რაღაცა ერთ ემოციაში კი არ არის ადამიანი. უამრავ ემოციას განიცდის. აი, როგორ გითხრათ, წყალი რომ დაწყდება და რამოდენიმე დღე რო არ მოდის დაუშვათ, ან ისა უფრო იქ სოფელ ადგილებში იცის ხოლმე ესე რომ დაწყდება წყალი და რომ მოუშვებთ მერე წვიმის შემდეგ და ტალახიანი წყალი რომ მოდის, აი ზუსტად რაღაცა ამდაგვარი მდგომარეობა აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას, უამრავი ესე ნაპორით ემოცია აქვს მოწოლილი, არც ისე დადებითი, ზოგი დადებითიც, მაგრამ უმეტესად უფრო უარყოფითი ემოციები. მოკლედ სად გაიქცეს ამ ემოციებს აღარ იცის. რომელ ერთ ემოციას დაუჯეროს, აი თითქოს არჩევანშიც არის, რომ აი ამას ვენდო, იმას ვენდო, აი შეიძლება ადამიანების არჩევანიც, ან ცხოვრებაში რაღაცის არჩევანიც და უზომოდ დაბნეული, გაღიზიანებული პიროვნება ამ წუთას. თითქოს მის ცხოვრებაში არ არის ბნელი დღეები. თითქოს გამოსულია იმ რაღაცა ჭექაქუხილი და გამოიდარა თითქოს მის ცხოვრებაშიც, მაგრამ რეალურად აი ეს ღრუბელი მაინც აქვს ცაზე და როდის იწვიმებს კაცმა არ იცის. აი რაღაცა მაინც აქვს ხოლმე ისეთი დღეები, რომ იღრუბლება მის ცხოვრებაში, მისი ემოციური ფონია უფრო ესეთი რეალურად, რომ ხან კარგად არის, ხან არასტაბილური ემოციური ფონი აქვს ძალიან. და აი ამის გამო ძალიან გაღიზიანებულია. შეიძლება რეალურად არ ვიცი ვინ ჩაიფიქრეთ, ეხლა თუ პარტნიორი ჩაიფიქრეთ და თქვენ მასთან აღარ გაქვთ ამ წუთას ურთიერთობა, მის გარშემო ძალიან ბევრი მომავალი პარტნიორი, ასე ვთქვათ, და ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს შეიძლება, მაგრამ ეს ადამიანები იმ დონეზე აღიზიანებენ, აი ამ ყველაფრის ფონზე რა დღეშიც არის, რომ შეიძლება ხან ერთზე ლაპარაკება, აი ბურძგლავს, მასთან საუბარი არ მოწონს, მერე მეორესთან დაიწყებს საუბარს, არც იმასთან ვერაფერი ვერ გამოდის, არავისთან არაფერი არ გამოსდის, მოკლედ ამ პიროვნებას და ძალიან დაბალ ვიბრაციებშია, მინდა გითხრათ. ძალიან ცუდი. კარგი. ეს ახლა ვთქვით, მაგრამ შემდეგი აღარ მაქვს მოფიქრებული, ხა როგორ გავაგრძელოთ კიდევ ეს გაშლა. რაღაცა კითხვას დავსვავ კიდევ. დღეს ცოტა მომზადებელი მოვედი. რა შეიძლება კიდე ვიკითხოთ? კარგია, თუ ეს არის თქვენი პარტნიორი, რომელთანაც აღარ გაქვთ ახლა ურთიერთობა, ან არ არის პარტნიორი, ვიღაცა სხვა ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, მოკლედ და არ გაქვთ ამ წუთას კავშირი,
გავიგოთ რამდენად გამოვა კონტაქტზე ეს ადამიანი თქვენთან. გავიგოთ აბა, ვინც ჩაიფიქრეთ თქვენ, ეს ადამიანი რამდენად გამოვა კონტაქტზე თქვენთან. თუ გამოვა საერთოდ კონტაქტზე. როგორც ვიფიქრე, ზუსტად ისეა ამ წუთას. აი ზუსტად წეღა რაც ვისაუბრე, ამ წუთას ეს პიროვნება არის გაყინული ერთ ადგილზე, ვერაფერს ვერ აკეთებს, არაფერი არ ხდება მის ცხოვრებაში, აი ნაბიჯსაც ვერ დგავს, არანაირი მხრივ არ ვითარდება მისი ცხოვრება, არც თვითონ არ ვითარდება საერთოდ და მაგრამ სხვათა შორის ცდილობს, რომ რაღაცნაირად ფეხზე წამოდგეს და ეს ბარიერები და ეს რაღაცა შეფერხებები რაც აქვს ცხოვრებაში გადალახოს და ბალანსი და ჰარმონია მოიპოვოს. თუ გადმოდგამს ეს პიროვნება თქვენსკენ ნაბიჯებს. კი მეგობრებო, აი ამის შემდეგ ესეთი მდგომარეობიდან რომ გამოვა, აი მერე კი. იმიტომ რომ აი ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცუდად გრძნობს ძალიან თავს. მერე გააკეთებს ნამდვილად არჩევანს, იმიტომ რომ რეალურად ესეთ მდგომარეობაში არ ვიცი, შეიძლება თქვენს გამოც არის, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ემოციური ფონი აქვს პიროვნებას. გააკეთებს შემდეგ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რაც თავისთვის კარგი იქნება და აირჩევს პარტნიორს, აი ქალბატონს, ეს არის, თუ მამაკაცები მიყურებთ